ახალი გესტჰაუსი ტურისტებისთვის საცხენოსნო და კვადროტურები ველურ ბუნებაში მტირალას ეროვნულ პარკში ახალი მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ნინო გორჯელაძეც დაესწრო. ნინო, რა ახალ მარშრუტებს თავაზობს მტირალას ეროვნული პარკი ეკოტურიზმით დაინტერესებულ ვიზიტორებს? მტირალას ეროვნულ პარკში კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი ამოქმედა ვიზიტორთა ცენტრიდან 8 კილომეტრის დაშორებით ახალი ტურისტული თავშესაფარი გაიხსნა, რომელიც დღეიდან პირველ დამსვენებელს ელოდება. გარდა ამისა, მტირალას ეროვნულ პარკში უკვე მოქმედებს ორი ტურისტული მარშრუტი 7-15 კილომეტრიანი ბილიკებით. რა პირობებია შექმნილი ეკოტურიზმის მოყვარულებისთვის ზღვის დონიდან დაახლოებით 1300 მეტრზე და რამდენი ვიზიტორი ეწვია ამ სეზონზე მტირალას ეროვნულ პარკს? ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. 8 ვიზიტორზე გათვლილი კეთილმოწყობილი ტურისტული თავშესაფარი პირველი სტუმრების მოლოდინშია. ორსართულიანი კოტეჯის ტიპის ხის ნაგებობა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურით ეროვნული პარკის ახალი სერვისია. ღამის გათევა ერთი დამსვენებლისთვის აქვს 15 ლარი ღირს. ჰელიოს სისტემით მოწყობილ თავშესაფარში მისულ ტურისტს საძილე ტომრები დასჭირდება. აქ ვიზიტორებს დახვდებათ კეთილმოწყობილი თავშესაფარი, რომელიც არის გაკეთებული სამზარეულო, თავისი გაზით, თავისი სარეცხი ნიჟარით, ასევე არის სველი წერტილების საშხაპეთი და მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ყველაფერი არის ჰელიოს სისტემაზე, ანუ მზის განათებაზე და სრული შემთხვევაში ადამიანი შეუძლია ცხელი წყლითაც ისარგებლოს. ვისაც უშუალოდ უღრან ტყეში ღამის გათევის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია საკარვე ადგილი და საძილე ტომარა დაიქირაოს. საპიკნიკე ადგილები ველური ბუნების შუაგულშია მოწყობილი. საკარვე ადგილებში ცეცხლის განთებაცაა შესაძლებელი. გართობა განწყობის მიხედვით შეგიძლიათ დაგეგმოთ. არჩევანი თქვენზეა. კარვების დაქირავება ტურისტებს შეუძლიათ ვიზიტორთა ცენტრში, სადაც ისინი აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტურისტულ თავშესაფარზე. ღირებულება ერთი კარვის არის 10 ლარი, საკარვე ადგილის 5 ლარი. ამ ტურისტების უზრუნველყოფა კარვებით და საძილე ტომრებით ამჟამად შესაძლებელია. მტირალას ეროვნულ პარკში ამჟამად 3 ტურისტული ბილიკი მოქმედებს. 7-15 კილომეტრიანი მარშრუტის გავლა კვადროციკლის გარდა ცხენითაცაა შესაძლებელი. ეს სიამოვნება დღის განმავლობაში ტურისტს 45 ლარი დაუჯდება. ხელუხლებელ ბუნებასთან ერთად ვიზიტორს სოფელი ჩაგვისთავი თავისი უძველესი ტრადიციებითა და კულტურით ელოდება. დღეიდან უკვე შეუძლია ტურისტს ესტუმროს მტირალას ახალ ტურისტულ ბილიკს. ეს ბილიკი არის როგორც სამანქანე, საცხენოსნე, ასევე საფეხმავლო და უკვე ახალი ტურისტული სერვისი შეუძლია მიიღოს. ბათუმიდან დაახლოებით 2 საათის სავალზე მდებარე მტირალას ეროვნული პარკით ყოველი მეორე ტურისტი ინტერესდება. ასეთია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების მონაცემები. აჭარაში ეკოტურიზმი გასულ წელთან შედარებით მეტი პოპულარობით უცხოელ ვიზიტორთა შორის სარგებლობს. სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს აჭარაში ჩამოსულ ტურისტებში. შარშან ამ პარკს 10,000-მდე ვიზიტორი ესტუმრა, წელს უკვე აგვისტოს მდგომარეობით 15,000 ვიზიტორამდე ავიდა ეს რიცხვი და ტურისტების დასთან ერთად ფართოვდება ის სერვისი, რასაც მტირალას პარკი სთავაზობს. საქართველოში პირველად მეგობრებთან ერთად მოგზაურობ, ისრაელიდან ჩამოვედი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ლამაზი პარკია თავისი ბუნებითა და ხედებით. ხალხი ძალიან მეგობრულია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პირველი ჩამოსვლა უკანასკნელი არ იქნება. ახალი ტურისტული მარშრუტის პროექტი მტირალას ეროვნულ პარკში ნორვეგიის მთავრობისა და WWF-ის დაფინანსებით განხორციელდა. ეკოტურიზმის სეზონი მტირალას ეროვნულ პარკში ნოემბრამდე გაგრძელდება. თუკი იმ მარშრუტის გავლა გადაწყვეტეთ, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, გეტყვით, რომ უკან დაბრუნებისას ალტერნატიული გზის ვარიანტიც გაქვთ, შეგიძლიათ უკანა გზაზე წრიული ბილიკით ისარგებლოთ, რომელიც სხვადასხვა ადგილის გავლით ვიზიტორთა ცენტრში ჩაგიყვანს. შეგახსენებთ, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, ვიზიტორთა ცენტრი აქ 2009 წელს გაიხსნა, მას შემდეგ ტურისტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან არც ისე შორს მდებარეობს.